გლოსად ყველაზე დიდი სიყვარული. ქრისტემ გაგვა თავისუფლდა ჩვენ ცოდვისაც, ყევრისა და სიკვდილისაგან. მოგვიდება ჩვენ ყველა შესრულებანი, მთავარია ჩვენ აღვასრულოთ თვითგადარჩენა. შევინანოთ ჩვენი ცოდვილობა, გავაცნობიეროთ, რათა გავთავისუფლდეთ ყოვლისგან ბოროტისა და შვება ვპოვოთ. ქრისტემ მოგვცა საშუალება, რომ ვიმოქმედოთ მისი მცნებების მიხედვით, მისი სწავლების მიხედვით, შესაბამისად და ასე ვთქვათ, იმ სიბრძნის პარალელურად ვიმოქმედოთ, რომელიც მოგვცა, რათა არ დავემონოთ ცოდვას, არ დავემონოთ და მანიპულირებული არ ვიქნეთ შეცდომებით, ფატალური შეცდომებით, რომელიც ადამიანს უნდა მეტი და იგივე მოჯადებულ წრეზე ატარებს. ქრისტემ გახსნა გარღვია ეს მოჯადებული წრე, გახსნა გზა და მის გახსნას ვერავინ ვერ დაკეტავს. თუ ადამიანი თავისთავად თვითონაც ჩაკეტავს და ჩაბლოქავს ამ თავისი ცოდვებით და ერთი და იგივე წრეზე არ ირებენ სულ და ერთი და იგივე ქვაზე სხვადასხვანაირად არ წამოიკრავს ფეხს. ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს გზა, რომელიც გახსნილია, შევერგო და გზა ხსნილში, ღია ყარებში თავპირს მუდავებთ, სიმბოლურად თუ ვთქვა. ამიტომ მოგვცა ყველა საშუალება არჩევანის, სულიერი თავისუფლება, ჭეშმარიტების შემეცნების უნარჩვევა, სხვა ის ხარდება, რაც უნარჩვევებია ჩადებული ჩვენში, რათა სიყვარულში, გაცნობიერებაში, ღვთის შიშში, პასუხისმგებლობის განცდაში, მორიდებაში, კულტურაში, თითოეულმა ადამიანურმა წვეთმა, ჭურჭელმა ზოგად ღვთაებრივ ოკეანეში თავისი ადგილი პოვოს, მაგრამ თავისი მე და თავისი წვეთობა არ დაკარგოს და არ გაზავდეს უსახურად ოკეანის სივრცეში. არამედ თავისი მეობა განიღურთოს და შეინარჩუნოს და განიღურთოს და გარდაიქმნას უკეთესისკენ და უკეთესი და საუკეთესო გახდეს. ამიტომ ქრისტიანობა უკვე ქრისტიანობის შემდეგ ყველაფერი მოცემულია. ქრისტიანობა ეს არის ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვეცა, ყველაფერი საძებნი აღარაფერი აღარ არის და თავიდან გამოსაგონი არაფერი არ არის, ყოველივე მოცემულია. მართლმადიდებლური საძმობის დოქტრინაში ყველა კითხვაზე, მართლა და სწორად დასმულ კითხვაზე პასუხია. თუ კი ადამიანი მოინდომებს, წაიკითხავს, გააცნობიერებს, შეეცდება რომ ასე ვთქვათ, განათლდეს, პასუხისმგებლობის ზრდობა ექნება, კითხვას დასვამს, მორიდება ექნება, წყურვილი ექნება, კულტურა ექნება და ასე შემდეგ. გონებისა და გულის კულტურაც ორივე. ეს უნდა დაბალანსირდეს. დაბალანსირდეს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები, დაბალანსირდეს უნდა ადამიანის გულის მიერი შესაძლებლობები და ძალები. სულულად მთელი ადამიანური ბუნება, სული სამშვიდობო სხეული. სული თავისას ითხოვს და იკვებება ღვთის მადლით, სულიდან იკვებება სამშვიდობო და შემაერთებელია სხეულსა და სულს შორის. სხეული იკვებება სამშვიდობო ძალებიდან და აწესრიგებს სხეულში სამშვიდობო იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, ნაწილობრივ ჩვენ ვაცნობიერებთ ხეს დიდითება. ამიტომ ადამიანის სული იკვებება ღვთისაგან და იგი არ არის დამოუკიდებელი არსება, ავტონომია. იგი არის ის, რომელიცაც პური მისი არსების ეძლევა და არა მხოლოდ ბიოლოგიური პურით ცხოვრდება, არამედ ღვთაებრივი მადლით და ღვთაებრივი სიტყვით. და მთლიანად მთელი ადამიანი ამითი გას და ამაზე დგას და ეს არის წყარო მისი არსებობისა. მაგრამ როდესაც ადამიანი თავს იჭრის, იკვეთავს ამ ღვთაებრივი არხისაგან, უცოდინარობით, უსწავლელობით, უპასუხისმგებლობით, უგუნურებით, როცა ადამიანი თავის ეგოიზმს საყენებს ყველაზე მაღლა, თავისი ეგოიზმი არის მისი ამომავალი, ესე ვთქვათ, თავარი ფუნდამენტი მისი ცხოვრებისა. და ეგოიზმიდან გამომდინარე ამასოფელში და ამასოფლის მოწესრიგებას ცდილობს, იგი სიმშვიდეს ვერასოდეს ვერ მოიპოვოს. იმიტომ ამასოფლის ამოება და ქაოსი, აღრეული ცხოვრება ვერასოდეს ვერ მოაწესრიგებს ადამიანს და სიმშვიდეს ვერ მიცვებს, ვერ გაასუფთავებს მასში, ვერ გააღვიძებს იმ ძალებს, რომლებიც მასში სუფთად, შვიდად გაღვიძებულად უნდა იყოს. და გარდა იქცეს იგი უფრო მაღალი რანგის არსებად, მის სტატუსი ონტოლოგიური უნდა ამაღლდეს. ადამიანი არ არის ისეთი არსება, რომელიც უნდა დარჩეს ერთი და იგივე დონეზე, იგი უნდა განვითარდეს. აუცილებლად უნდა განვითარდეს, ამ შემთხვევაში დეგრადირდება. აუცილებლად მისი გაყინული მდგომარეობა არ არსებობს, იგი ან მიდის წინ, ან მასში დეგრადირდება და ილუზია შეიძლება შეექმნას, რომ იმ კიბეზე ადის, რომელზეც გონია რომ ზევიტას, მაგრამ ადის ფშხალებში იმ კიბეზე, რომელიც რეალურად ქვევით ჩადის. საერთოდ სხვა მიმართულებით, ინფერნალური მიმართულებით.
ესე რომ არ მოხდეს და ამის პერიოდები გავიარეთ ჩვენ წითელი ასე ვთქვათ პერიის დროს კრიმინალური ასე ვთქვათ ქაოსის დროს სხვადასხვა ტიპის დეგრადაციების დროს გავიარეთ, მაგრამ ეს დეგრადაცია და ეს მეტნაკლები კრიზისი არასდროსად დამთავრდება. მიწაზე ვართ ჩვენ არა ვართ სასუფეველში. ჩვენი სამშობლო სასუფეველში, მაგრამ აქ გამოსასწრა ტრამპლინზე ვართ, გამოსასწრა გარბენზე ვართ, რომელშიც ჩვენ ცვლილებები უნდა გამიცადოთ უკეთესისკენ, თორე ცუდი თუ უარესი გახდა არ გამოვიდა და უარესი კიდევ უფრო უარესი. ცუდი კარგი უნდა გახდეს, კარგი უკეთესი, ხო? შეიძლება ვამბობ. ამიტომ კარგი ცვლილებები უნდა, კარგისკენ უნდა შეიცვალოს ადამიანი. თუ ესე არ ხდება, ესე იგი რაღაცას ისე არ აკეთებს. არ უჯერებს, რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამავე დროს უმხევი და მედგარი და უცვლელი უნდა დარჩეს რაში სარწმუნოებაში. აი ორი პოლუსია, ცვლილებები უკეთესისკენ, მაგრამ ამავე დროს დარჩენა და სიმყარე სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებში, მაგრამ ეს არ ხდება უშრომელობა. დიდი ცოდნა, დიდი სიბრძნე, სახარებისაც და წერილის განმარტება, მთლიანად საღვთო ჟურის შესწავლა, ჩაფიქრება, კითხვების დასმა და ასე შემდეგ უამრავი პასუხის ლოდინი უნდა, არა მარტო მხოლოდ ესეთი ინფორმაციულ დონეზე, არამედ ამას უნდა თვითონ ეგზისტენციალურ დონეზე პასუხების ლოდინი. ეს პასუხები აუცილებლად მოვა. ვინც ეძებს აუცილებლად იპოვის. და ყოველთვის ექნება მას ის კავშირი უფალთან უწყვეტი ჯაჭვი ზეციურ იერარქიასთან, რომლის ყველაზე უფრო ახლო ვინ არის ჩვენთან ზეციურ იერარქიასთან? ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც პასუხს აღებს ჩვენზე, რომელიც მოძღვრავს სულიწმინდის კურთხევით, მოძღვრავს, გვარიდებს, გვანუგეშებს, სულიწმინდა ნუგეშინის მცემელი სულია. და იგი არის უაშუალო რგოლი ღმერთთან ჩვენი უახლოესი დამხმარე მეგობარია და თვითონ უფალია ჩვენი მეგობარი, იმიტომ რომ იგი ჩვენშია ამავე დროს. შენშია, შენახარ ის. შენნაირია უფალი. ოღონდ ის იდეალური ვერსია შენი, რომელიც უნდა იყოს. აი ეს ნაპერწკალი შენში ხატება ჩადებული რო არის ის უყდავი ნაპერწკალი. ის არის ყველაზე უფრო შენი დიდი მეგობარი, ღმერთი შენშია. ის არასდროს არ უნდა დარჩეს უცნობელი და დამწუდებული და ჩადებული სადღაც ტალანტით დადებული დამარხვი. არა, ის უნდა გამოჩნდეს და გამობწყინდეს. ვინ შეენახავს იღლიაში და უბეში, ვინ შეენახავს ცეცხლს, გამობწყინდეს. გაანადგოს, სხვამაც გაიხაროს, შენს გაიხარე და გზა გაეხსნა სხვასაც. არა მარტო შენ უნდა მიდიოდე წინ და პერიფერიული სულიერი მხედველობით იყურებოდე, რომ სხვამაც მოყვასმაც შენმა გარემომ მოყვასმა იქნება მცენარემ, ცხოველმა თუ ფლორამ თუ ფაუნამ, ყველაფერს არგოს, ყოველივეს შეეხოს, ყოველივეს შენი კეთილი მზრუნველი ხელი, მზრუნველი სულიერი ატმოსფერო დაეთხოს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე აქცენტირებული ეგოცენტრული იყოს, არამედ ქრისტოცენტრული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება. რთულია საქმიანაცარეს ადამიანის, მაგრამ მოდით ამ ჯაჭვს თუ გავწყვიტავთ ღმერთთან რგოლს, ღმერთთან ყოფობას. ამაზე არის კურთხევა იერარქიის უფლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რა თქმა უნდა, მფარველი ანგელოზისა, წმინდანების უმეტეს გვარავს. ამიტომ ჩვენი პრინციპი ეს არის სახარებისეული ცოდნის მთელი სისტემა, მთელი სინთეზი, სახარებისეული ცოდნის მთელი სრული გამოცხადება, ახალი აღთქმის. ეს არის ჩვენი ცხოვრების პრინციპი, ფუნდამენტი, ჩვენი ცხოვრების იდეოლოგიაზე გამოდგება სოფლხედელობა, სოფლშეგრძნება, სოფლგანცდა, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ეს იქნება ინდივიდუალურ დონეზე, ეს იქნება ოჯახურ დონეზე, ეს იქნება საზოგადოებრივ დონეზე, ეს იქნება კოსმიურ დონეზე ვიტყოდი, galaktikურ დონეზე ვიტყოდი. სახარება, შენ ხარ, ჩანხარ ზეციდან. ის პატარა როგონია, შენი თავი და ხარ პატარა, მაგრამ ზეციდან ჩანხარ, გიყურებს უფალი და ჩანხარ და ის ხატება ღვთისა ჩანს. ჩანს შენ ყველა გიყურებს და ჩანხარ როგორ იქცევი რას აკეთებ. თენ galaktikis წინაშე, ტაებრივი ზეციური კოსმოსის წინაშე მე ვიტყოდი. შენ აგებ პასუხს. შენ ხარ ის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც პასუხს აგებს და შენ უნდა კარგად იყო, შენ უნდა იყო ნათელი და ამითი ძალიან დიდი საქმე კეთდება. და შენ ნათელი თუ ბნელი გახდა, მაშინ ახლა გამოვიდა, ხო? იქ შენ გონია შენ რომ არაფერი არ ხარ და არაფერს არ წარმოადგენს. ძალიან დიდი პოტენციალია ადამიანში ჩადებული. ამიტომ აქ არის ისეთი რამეს ფლობს შენ ადამიანი, რომ შენში საოცარი ძალა. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე ყველაფერს პასუხს გვაძლევს.
ეს ამ უნდა დარჩეს ჩვენთვის დაფარული, ამ უნდა დარჩეს ლატენტური და ემბრიონალური რაღაც ჩანასახლებო მდგომარეობაში. ეს უნდა გამომჟღავნდეს, გაცნობიერდეს, გაიხსნას ადამიანი და სულიერად უნდა ნათელი ქრისტეს იმაში გამომწყინდეს. რასაც ხვალ შეუწყობს თუნდაც ზიარების საერთო პრომოცია თქვენი მედია მოხდა და მეც ვიზიარებ ჩვენს ფისხალობით, ვილოცოთ, ვევედროთ, შეუნდოთ, ვაპატიოთ, გამთლიანდეთ, გავაცნობიეროთ, რასაც შევცვლით უკეთესისკენ ვეცადოთ რომ შევცვალოთ, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, უფალს შევავედროთ და გზახსნელი, სადაც ხსნელი, კიდევ უფრო ხსნელი და ვილი იქნება უფლის ჯვარკერთობა. ამინ.